გამარჯობა ჩემო კარგებო, აბა როგორ ხართ? მე ისევ თქვენთანა ვარ და დაგიბრუნდით ისევ ახალი ვიდეოთი. დღეს მინდა კერძოდ გაჩვენოთ თუ როგორ ვამზადებ ვეგანურ პუდინგს. მე როგორც იცით უკვე 7 წელზე მეტი არაც ვარ ვეგეტარიანელი და ყოველთვის ვარ ახალ-ახალი ვეგეტარიანული თუ ვეგანური რეცეპტების ძებნაში. ეს რეცეპტი ავიღე და ინსპირაცია ავიღე ჩემი საყვარელი ბლოგერის არხიდან, რომელსაც ქვია მისის ფლური. ეს არის ავსტრიელი ქალბატონი, რომელიც არის ვეგანი და აქვს არაჩვეულებრივი რეცეპტები მის არხზე. შეგიძლიათ ასევე გადახვიდეთ და ნახოთ მისი არხი. სანამ ჩვენი ვეგანური პუდინგის მომზადებას დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს გამარჯვებულთან ვაგზავნი ამანაც და ძალიან მიხარია თვითონ ეს იყო გამარჯვებულის თხოვნა, რომ მოგვიანებით გამეგზავნა მასთან მოგებული ნივთი, რაც რა თქმა უნდა გავითვალისწინე და დღეს ვაგზავნი მასთან ამანაც. ეხლავე გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება ეს ამანათი. ასე გამოიყურება ჩემო კარგებო ამანათი, რომელსაც მე დღეს ვაგზავნი გამარჯვებულთან. ეს იყო მისი სურვილი, რომ მოგვიანებით გამეგზავნა და გუშინ დამიკავშირდა, რომ მე შემეძლო მასთან ეს ამანათი გამეგზავნა. ძალიან მიხარია. ჩვენთან ახლა ფოსტა, რადგან შაბათია, დღეს არის 12 თებერვალი. შაბათს ფოსტა 12 საათამდე მუშაობს ჩვენი ფოსტის ფილიალი და ახლა ანდრეას გავატანდა გააგზავნის. ნუ მარტო მისამართი უნდა დავაწერო, რა თქმა უნდა. სულ მალე მიიღებს ის მას, რაც მე ძალიან მახარებს. ახლა კი გადავიდეთ სამზარეულოში და დავიწყოთ ვეგანური პუდინგის მომზადება. არის ძალიან ადვილი მოსამზადებელი, არ გჭირდებათ ძალიან ბევრი პროდუქტები ამისათვის და მზადდება სწრაფად და არის უჯანსაღესი და უგემრიელესი, რაც მთავარია. აი ჩემო კარგებო, ეს სწორედ ის ინგრედიენტებია, რომელიც დაგჭირდება ვეგანური პუდინგის მოსამზადებლად. დავიწყებ. ეს არის კაკაო, რომელიც გჭირდება აუცილებლად 20 გრამი კაკაო, ყოველგვარი შაქარის გარეშე. ეს არის მხოლოდ კაკაო და ეს არ შეიცავს არანაირ შაქარს. შემდეგ დაგჭირდება ნეკერჩხლის სიროპი, 3 სუფრის კოვზი, დაგჭირდება 50 გრამი ჩიის მარცვლები, დაგჭირდება და გამოგადგებათ ნებისმიერი მცენარეული რძე. მე ამ შემთხვევაში შვრიის ან ნუშის რძე სახლში არ მქონდა და გამოვიყენებ ქოქოსის რძეს. რა თქმა უნდა, დაგჭირდება მიწისთხილის მუსი და ზემოდან მოსაყრელად თქვენთვის საყვარელი ტოპინგი. მე აქ მაქვს ქოქოსის ფანტელი და შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გახეხილი შოკოლადი ან ნებისმიერი ხილი ან თხილი, კივი, ბანანი, ჟოლო და ასე შემდეგ. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ აი კენკრას, რომელიც მაქვს გაყინული სახით. აბა დავიწყოთ და დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, აი ესეთი მიქსერი ან ბლენდერითაც შეიძლება. ავიღოთ 50 გრამი ჩია და ჩავყაროთ ჩვენს მიქსერში, რომელსაც დავაბლენდერებთ. მე აქ ასევე მაქვს აი ესეთი სამზარეულოს სასწორი, რომელზეც ახლა 50 გრამი ჩია უნდა ავწონო. აი აქ მაქვს ჩემო კარგებო 50 გრამი ჩია, რომელიც ახლა ავწონე. აი ამას გადავიტანთ ახლა ჩვენს მიქსერში, რომ კარგად დავაბლენდეროთ. დაბლენდერებულ ჩიის მარცვლებს, რომელიც არც ისე კარგად დაბლენდერდა, როგორც ატყობთ, ვუმატებთ 2 სუფრის კოვს შავ კაკაოს. დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროპი. ტიპოსთვის ესეც მესამე კოვზი ნეკერჩხლის სიროპი. მე შაქარს არ უშვები, თქვენ შეგიძლიათ დამატკბობელი გამოიყენოთ, რომელიც თქვენ მოგწონს. მე ძალიან მომწონს ნეკერჩხლის სიროპი. აქვე ვუმატებთ 3 სუფრის კოვს მიწისთხილის მუსს და შემდეგ დავასხამთ, რა თქმა უნდა, მცენარეულ რძეს, რაც თქვენ მოგეპოვებათ სახლში. მე გამოვიყენებ ამჟამად, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქოქოსის რძეს. ვუმატებთ ქოქოსის რძეს, როგორც გითხარით.
და ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. მე ცოტა მიწისთხილის მუსი კიდევ დაუმატე და ასევე დაუმატე ქოქოსის ფანტელი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ასევე გამოვიყენებ ქოქოსის ფანტელს ზემოდანაც. ნახოთ რა გამოვა. უკვე გავსინჯე და ძალიან გემრიელია, თუმცა გამოგიტყდებით, რომ ცოტა სიტკბო აკლდა და დაუმატე ნეკერჩხლის სიროფი. ნახეთ, როგორ გემრიელად გამოიყურება ჩვენი პუდინგი. ეხლა ერთხელ უნდა ამოუვრიოთ და დავატრიალოთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, გადმოვიღოთ ქილებში და შევდგათ 1 საათით მაცივარში. ნახეთ, როგორ გემრიელად გამოიყურება ჩვენი ჩიას პუდინგი. ეხლა მე ამას ყველაფერს გადავიტან პატარა ქილებში, პუდინგის ქილებში და შევდგამ 1 საათით მაცივარში. მერე გაფორმებისას გაჩვენებთ თუ როგორ გავაფორმებ ზემოდან ხილით. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ რეცეპტით. ინსპირაცია ავიღე ერთ-ერთი ბლოგერისაგან, რომელსაც ქვია მისის ფლური. ნახეთ, როგორ გემრიელად გამოიყურება და როგორ გასქელდა. ამ პუდინგს აწი ყოველთვის გავაკეთებ. არის ძალიან ჯამრთელი, ვეგანური, არ შეიცავს არანაირ ცხოველურ პროდუქტებს ჩვენი ჩიას პუდინგი. ეხლა გადავიტან ქილებში. არ დაგავიწყდეთ ასევე მწიკვი მარილის მოყრა. დამავიწყდა რომ მეთქვა, თუმცა მე უკვე მოვაყარე მარილი. აი ჩემს პუდინგს გადმოვიტან ეხლა მე ასეთ მინის ჭურჭელში, რომელსაც 1 საათით შევდგამ მაცივარში. ასე გამოიყურება ჩემი ჩია პუდინგი. ეხლა მე მათ მოვათავსებ მაცივარში და 1 საათის შემდეგ გაჩვენებთ თუ როგორ მოვრთავ აი ამ ჩია პუდინგს სხვადასხვაგვარი ხილით, რომლებიც მე სახლში ამჟამად მომეპოვება. აბა დროებით. მოკლედ შემოკარგებო, როგორც ხედავთ, აქ მაქვს სხვადასხვაგვარი ტოპინგი ჩემი ჩია პუდინგისთვის, რომელსაც მე ახლა გამოვიყენებ ზემოდან მოსართავად. როგორც ხედავთ, აქ მაქვს ნუშის მარცვლები, მაქვს დაჭრილი კივი, ასევე ჟოლო, მხოლოდ გაყინული ფორმით, რადგან ცოცხალი ჟოლო არ მქონდა და ბანანიც არ მაქვს ამჟამად. მაგრამ არა უშავს, ეს საკმარისია გასაფორმებლად და რა თქმა უნდა გამოვიყენებ ისევ ქოქოსის ფანტელს, რომელიც თვითონ პუდინგშიც ასევე გაურიე. ნახოთ რა გამოგვივა. რაც პუდინგში გაუკეთეთ, შეგიძლიათ ასევე ზემოდანაც გამოიყენოთ თქვენთვის საყვარელი დამატკბობელები, როგორიც არის აგავის სიროფი, თაფლი, თვითონ ნეკერჩხლის სიროფი ისევ და რა ვიცი, მოკლედ რაც თქვენ გინდათ. შეგიძლიათ ასევე ყავისფერი კანდისის შაქარი გამოიყენოთ და როგორც თქვენ გსურთ. სულ დამავიწყდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცვი. ეხლა ანდრეასმა მოიტანა რევედან მოცვი, ახლა მე ამას გავრეცხავ და ასევე გამოვიყენებ ზემოდან მოსართავად. მე ძალიან მიყვარს მოცვი. მოკლედ ყველაფერს ამას გამოვიყენებ ზემოდან ჩემი ჩია პუდინგის მოსართავად. ახლა გამოვიღე ჩემი ჩია პუდინგი მაცივრიდან, ნახეთ როგორ შესქელდა და ახლა გამოვიყენებ აი აქ ჩემს მიერ მომზადებულ ხილს, დავიწყოთ კივით. მე ძალიან მიყვარს კივი. აი ასე. შემდეგ მოვაყრი ცოტა ნუშს, ცოტა ნუშის მარცვლებს. შემდეგ მოვაყრი ცოტა მოცვს, ცოტა კენკრას. როგორც გითხარით, ცოცხალი კენკრა სამწუხაროდ არა მაქვს, მაგრამ გაყინულიც გამოდგება. რა პრობლემაა? აი ასე. და ახლა მოვაყრი ზემოდან ცოტა ქოქოსის ფანტელს. შეგიძლიათ ასევე გახეხილი შოკოლადიც მოაყაროთ. ვის როგორ გიყვართ.
ზემოდან ცოტა კიდე თაფლს მოვასხამ. და გემრიელად მიირთვით, ნახეთ, როგორ ლამაზად გამოიყურება. ეხლა კი გავსინჯოთ. მოამზადეთ აუცილებლად ძალიან გემრიელი ვეგანური პუდინგი გამოვიდა. მე მართლა არ მქონდა აქამდე ჩიას პუდინგი გასინჯული, ვეგანური და აწი ამას ყოველთვის გავაკეთებ. მოამზადეთ და აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარების ველში. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი საინტერესო ვიდეო. მე კი აქ დაგემშვიდობებით დღეს. ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაგა დროებით შემოგარგებო.